კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 5-ზე, მე ქეთევან გრიგორაშვილი ვარ. ხოლო ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ვაშინგტონშია. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ხვალ გაიმართება. უამინდობის გამო ცერემონია კონგრესის შენობაში ჩატარდება. დღეს კი ტრამპი საკუთარ ამომრჩევლებს Capitol One არენაზე შეხვდება. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ვაშინგტონშია. დედაქალაქამდე მან მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავით იმგზავრა. აეროპორტიდან ტრამპი საკუთარ გოლფ კლუბში გაემართა, სადაც მან და მომავალმა პირველმა ლედიმ 500-მდე სტუმრისთვის გათვლილ საფოიერვერკო შოუს უმასპინძლეს. ამერიკის 47-მე პრეზიდენტის ინაუგურაცია უამინდობის გამო კაპიტოლიუმში ჩატარდება. ვაშინგტონში ხვალ ჰაერის ტემპერატურა სავარაუდოდ -11 გრადუსამდე დაეცემა, რის გამოც ტრამპმა უკვე მოუწოდა ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს თბილად ჩაიცვან. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება. ინაუგურაციაზე დასასწრებად ვაშინგტონში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩადიან. მათ უმრავლესობა ცერემონიაზე დასასრები ბილეთები აქ იმისთვის ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას დავესწრო. სამწუხაროდ ყინვის გამო ფორმატი შეცვლილია. ძალიან მიყვარს ტრამპი, მას ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებს, იზრუნებს თითოეული მოქალაქისთვის, იბრძოლებს კორუფციასთან და იცავს ბავშვებს. მე ორეგონიდან ვარ, ჩამოვედი იმისთვის, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწრო. ბილეთი მაქვს. სამწუხაროდ უამინდობის გამო ცერემონია დახურულ სივრცეში გაიმართება, თუმცა ფიქრობ ბევრი ადამიანი მოვა. ბაიდენი არ იყო ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ ტრამპისგან უფრო მეცველით. ფიქრობ ის ქვეყნისთვის მეც გააკეთებს. აქ არკანზასიდან ჩამოვედით ინაუგურაციაზე დასასწრებად. ბილეთები გვაქვს. ჩვენ ტრამპი ძალიან გვიყვარს, რადგანაც ვთვლით, რომ ამერიკის საუკეთესო პრეზიდენტია. მე ძალიან მიყვარს, ყოველთვის მისი მხარდამჭერი ვიყავი. იმისთვის ჩამოვედი აქ, რომ ეს ღირს შესანიშნავი დღე აღვნიშნო. როგორც CNN წერს, ტრამპის ინაუგურაციისთვის შემოწირულობების ოდენობა 9 იანვრისთვის უკვე $170 მილიონ აჭარბებდა. მოსალოდნელია, რომ შეგროვებული შემოწირულობა საბოლოოდ 200 მილიონს გადააჭარბებს. რითაც ტრამპი 2016 წელს თავის მიერვე დამყარებულ რეკორდს მოხსნის. ინაუგურაცია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით ჩატარდება. მობილიზებულია 25,000-მდე სამართალდამცველი. ამერიკის ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა. მერაბ დვალიშვილს UFC-ის ჩემპიონის ქამრის შენარჩუნებას ულოცავენ მმართველი გუნდის ლიდერები და შესაბამის ეგრეთ წოდებულ ქარდებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. მერაბი არის შესანიშნავი მაგალითი თუ რა შედეგი მოაქვს ჟინს და დაუღალავ შრომას. ულოცავ მას და საქართველოს ამ ბრწყინვალე წარმატებას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებ. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღებასთან დაკავშირებული მთავარი რიტუალი პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ჩაატარა. დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესის შესრულება ნათლისღების დღესასწაულის მნიშვნელოვანი საეკლესიო რიტუალია. წყლის კურთხებას სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მორწმუნეები დაესწრნენ. ნათლისღებასთან დაკავშირებული საზეიმო ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი ტრადიციულად მრევლს ქადაგებით მიმართა. დღესასწაულის სრულიად საქართველოს მიულოცა და ნათლისღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბეშმარეთი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ეკადაგათ მოციქულებს, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს. გილოცავ ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღების მადლს მოაქვსთით ყოვლადწმინდა სამების მარადის მყოფი ნათელი და ძალა. და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები
აი ამ საღვთო სინათლეს ნათლისღება 12 საუფლო დღესასწაულს შორისაა და მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა. ჩვენმა მაცხოვარმა უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა ადამიანისათვის მაცხოვრებელი საიდუმლო. ეს არის ნათლისღების საიდუმლო ნათლობა. როდესაც ჩვენ დავინახეთ სახარებაში რომ იოანე ნათლისმცემელმა მონათლა თვით მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე მიუხედავად იმისა რომ მას არ ესაჭიროებოდა ნათლისღება, ამით ჩვენ მაცხოვარმა დაგვანახა რომ იმდენად მნიშვნელოვანია ეს საიდუმლო ჩვენთვის თითოეულ ჩვენთაგანისათვის რომ თავად ისიც მოინათლა. ამ დღესასწაულს ერთგვარი ტრადიციაც ახლავს თან, როდესაც ნათლიებს ნათლულები ტაძარში საზიარებლად მიჰყავთ. როგორც წესი, ნათლისღებას ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ხალხმრავლობაა. ევანდელი დღე არის, ესე ვიტყოდი, სიკეთის და სიყვარულის გამარჯვება ბოროტებაზე. დღევანდელ დღეს ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებით ნათლიები მოდის ნათლულებთან ერთად, აზიარებს ქრისტეს სისხლსა და ხორცს. სრულიად საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს, საქრისტიანოს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, მშვიდობია, ბედნიერ, გაფრთხილებულ საქართველოში ეცხოვროს ჩვენს ხალხს, ჩვენს მომავალ თაობას. ნათლისღებასთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. ნათლისღებასთან დაკავშირებით წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა დღესასწაული მიულოცა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. აი დღეს რომ მავიღოთ რა, დღევანდელი ის რომ მავიღოთ პოზიციასა და ოპოზიციას შორის რა, ან იმ ხალხს შორის რომელმაც არჩევანი, ან ერთი არჩევანი გააკეთა, ან მეორე რა იყო. ერთი არჩევანი იყო ოჯახური ღირებულებები და ოჯახურ ღირებულებებში რა შედიოდა. ღმერთი რასაც მოგვიწოდებს, ვეკეთებინა ის, ხო? როდესაც მიდიხარ უცხოეთისკენ, აი ევროპისკენ გინდა სვლა, ხო? რა თქმა უნდა, შენ უნდა შეესაბამებოდე, იმათ უნდა შეესაბამებოდე, რომ მიდიხარ. უნდა კითხო რა წესებია. და როდესაც შედიხარი, ხო, იმათაც უნდა გაითვალისწინო, შენ ვინახარ და როგორი ხარ რა. ის კი არ არის, რადგან მოვდივარ, ყველაფერი შენი მივიღო. ადამიანები მასე ვართ მოწყობილები. ზოგი სამყაროს დასასრულამდე მასე იქნება, რომ სადაც ნახავს დიდ იმპერიას, დიდი იმპერიის მონამორჩილი იქნება. ზოგი კიდე ჩვენსავით ქართველები თავისუფლების მოყვარული იქნება და ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ რაღაცა უღელი არ დაიდგას, ვიღაც უღელი არ დაიდგას. ზოს გენეტიკურად ჩამოუყალიბდა მასე, რომ ძლიერს აღიარებს და ჩვენ ღმერთს ვაღიარებთ. ღმერთის წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ ვინცა საბოლოოდ დამარცხდება. თითოეული ჩვენთაგან პირადად მე დავდგები იქ, სადაც საქართველოს დაჭირდება და ქართულ ხალხს დაჭირდება. რომელი ქვეყანაც არ უნდა დაგვიდგეს იქით. ეს მაბეზღარობა, ხო? ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტისგან, ქალბატონის სალომესგან, თუ იმისგან, ხო? ჭკვიანად უნდა იყვნენ, მე შევახსენებ რა. იმიტომ რომ სახელმწიფო თუ ვერ მიხედავს, სათითაოდ მივხედავთ მაგათ. ჭკვიანად იყვნენ რა, მაგენ და საქართველოზე იმას თავი გაანება. 2003-ში, ხო? დღესაც ემჩნევათ ივანოვის რძით გამოიკვებდნენ და ივანოვის რძია ტუჩებზე შეუმშრალის. დღეს ახლა ივანოვი როთმა შეცვალა. მოვივლით რა, ვიღაცა ბალტიისპირელების, ვიღაცა პოლონელი დეპუტატების, ვიღაცა გერმანელი დეპუტატების და მაგათ ჭკუაზე ნოვივლით. ერთმანეთი შევიყვართ, ერთმანეთი დავაფასოთ. ციფრული ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება აზიის განვითარების ბანკის სკორის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდ კურაციოს ორგანიზებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის კიდევ უფრო გაუმჯობესება იყო. შეხვედრა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დელეგაცია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსგან.
და ეს კიდევ ერთხელ ხას უსვავს რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიმართულებით. ძალზედ მოხარული ვართ მივიღოთ ახალი ცოდნა არა მხოლოდ ჩვენს პარტნიორ ქართულ კოლეგებთან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობას, რომელიც მიეცა ჩვენს კოლეგებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან. დარწმუნებული ვარ, გავუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოწვევებს, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზებს და უკეთ შევისწავლით, როგორ განვახორციელოთ და გავაუმჯობესოთ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში. დღეს მე და ჩემმა გუნდის წევრებმა წარმოვადგინეთ ჰირას ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა განცხადების შეფასების სისტემა, მედიკამენტების გამოყენების მართვის სისტემა, ფარმაცევტული მენეჯმენტის სისტემა და ჯანდაცვის ხარისხის შეფასების სისტემა. მე ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტრო და ჩემი კომპანია შეძლებენ მჭიდრო თანამშრომლობას და მომავალში გვექნება უფრო მეტი მძლავრი ერთობლივი აქტივობები. რუსთავის ბაგა ბაღებში ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება. პროექტი რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით უკვე 1 წელია, რაც ხორციელდება და ამ დროისთვის ცნობილი მეცნიერი შალვა ამანაშვილის აკადემიაში ტრენინგი რუსთავის ბაგა ბაღების 600-ზე მეტ თანამშრომელს აქვს გავლილი. ტრენინგების კურსი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება. ასეთი პროექტი ჩვენ ცხოვრებაში პირველია, როცა მთელი ქალაქი და ქალაქის სკოლამდე აზრდაცებულები ექვემდებარებიან გადამზადებას. ჩვენ მხოლოდ ერთი გზა ვიცით გადამზადების, ეს არის ჰუმანური პედაგოგიკა, სიყვარულის, ურთიერთობის, კულტურის პედაგოგიკა ეს. და ამ საქმით ვიყავით დაკავებული მთელი წელიწადი. ეს იყო ძალიან რთული მუშაობა და ჩვენ ახლა მივიდივართ ფინიშამდე. ამ პროექტით ჩვენმა აღმზრდელებმა ისწავლეს, როგორ მარტივად დანერგონ სახელმწიფო სტანდარტი ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომით. ეს საკითხები დაგვეხმარა ჩვენ პიროვნულ ზრდაში, რადგან ბავშვის განვითარებაში მოდელირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. დონალდ ტრამპმა საკუთარ ამომრჩევლებს აცნობა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან პირადი კავშირები გააღრმავს. ამის შესახებ Wall Street Journal წერს, მანამდე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები 17 იანვარს შედგა, თუმცა განიხილეს თუ არა მხარეებმა შეხვედრის საკითხი უცნობია. ევროპაში ბევრ ადამიანს არ აქვს მომავლის იმედი. ამის შესახებ კომპანია SpaceX დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახმწვანელმა ილონ მასკმა განაცხადა. მისივე თქმით, ღრმა დეპრესია ევროპის დასასრულს გამოიწვევს და ამიტომ აუცილებელია უიმედობა შეიცვალოს. ევროპაში ბევრ ადამიანს არ აქვს მომავლის იმედი, ან ფიქრობს, რომ ევროპა რაღაცნაირად ცუდია. ღრმა პესიმიზმი გამოიწვევს ევროპის დასასრულს, ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს. თბილისში რაპირით მოფარიკავე იუნიორებს შორის მსოფლიო თასი დასრულდა. 2 დღის განმავლობაში ერთმანეთს 29 ქვეყნის 150 სპორტსმენი, ხოლო დასკვნით დღეს 18 გუნდი დაუპირისპირდა. ტურნირი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი, თითქმის ყველა კონტინენტია, 151 სპორტსმენი ასპარეზობდა და თანმხლები პირები, 250 კაცი შეადგენდა საერთო რაოდენობა სტუმრების. ძალიან კმაყოფილი არიან თვითონ მონაწილეები ტურნირის ორგანიზებით. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გამოვიდა საკმაოდ წარმატებულად. საქართველოს მსოფლიო სპორტის რუკაზე თვალსაჩინო ადგილს იკავებს და მსოფლიო ფედერაციები უფრო მეტად ენდობიან ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა ფედერაციას, ვინც ასეთ სახის ღონისძიებების მასპინძლობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, ექნება შესაბამისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული სპორტული ტურიზმის განვითარებას, არამედ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სახეობების განვითარებას. დღეს ყველა სიახლეს ვრცლად გაიცნობით იმედი ნიუზჩიზე დაელოდეთ ზუსტად 8 საათზე დაიწყება იმედის კვირა სპეცრეპორტაჟებით. მე კი ამით გემშვიდობებით, ნახვამდის.